მანქანა ვიყიდე ჩვენ წავოდი ფულსლები ჩვენი არის ეხა ტესტავს ხო ჩართული ქონა მოგესალმებით მეგობრებო ეხა ვარ მეინში მაგრამ არ მევასება ყოფნა და სულ ყოველთვის წყალი მომაქხოვე მაგრამ სხვა გზა არ არის აქედან სხვანაირად ვერ გავხვალ მივდივარ ნიუ-ჯერსში ნიუ-ჯერსამდე არის სადაც 6 საათის სასიარულო დღეს არის შაბათი და დღეს დავაპიკაპებ ამას 6 საათზე მქონდა პიკაპი მაგრამ მოვედი ეხა არის პირველი საათი და იმედია მალე დამტვირთავენ და მალე გამიშვებენ იმიტომ რომ მანქანა ვიყიდე ჩვენთვის საერთოდ მანქანა არ მყავდა სასიარულოდ სამსახურში რო ჩავიდე უკან ამოვიდე მაგისთვის მანქანა არ მყავდა რომ მივალ განახეთ რა მანქანა არის რაღაცეები ჭირს არ იქოქება ვეცდები რომ დავქოქო რამენაირად სამშაბათს გავდივარ რეისში ეს ტვირთი კიდე ორ შაბათს უნდა დავადელივერო და მაქვს 2 დღე კვირა და ორშაბათი. კარები რომ მოცი სადაც უნდა დამტვირთონ. ეგრო გავიგეთ ცოტა არ იყოს და გავბედნიერდი. გამოიწერეთ ჩემი არხი, გადადით გათამაშები ვიდეოზე და დააკომენტარეთ. 5000 გამომწერზე ვათამაშებ PlayStation-ს. წესით ეს ვიდეო რო დაიდება უკვე 5000 გამომწერზე დაგვაკლება 2000 გამომწერი და სულ რაღაც 2000 გამომწერის შემდეგ გავათამაშებ PlayStation 5-ს. ნახოთ რა ვათამაშოს და ვიყოთ რა თქვენს გაგისწორდებათ, მეც გამისწორდება და ესე რა. ავალ ცოტა დავისვენებ, ცოტა რაღაცებს დაგუგლავ, ნახოთ ჩემ მანქანაზე, ისე რა ვიცი რაც ჭირს, მაგრამ რომ მივალ უკეთესად გავიგებ რა. თუ არა და საქართველოში დავურეკავ ბიჭებს და დაგვეხმარებიან. სუწყალი თუ არ გატენილები. წავოდი ფულსლები ჩვენი არის. ეხა გვიწერს 10-ის ნახევარზე ჩასვლას და ბრონქსი უნდა გავიაროთ. ვაშინგტონის ხიდზე უნდა გადავიდეთ ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსში, ნიუ-იორკში და აი მანდ არის საშინელება სასწავლებლად თან კონექტიკუტის უნდა გავიარო და აი მაგრა დავდო. ნიუ-იორკში ვარ, ეხა გადავდივარ ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე და იმედი მაქვს რომ კამერა კარგად დავამაგრე და ჩართული არის და იღებს ეხა კადრებს. ეხა გავიღვიძე მანქანას აქვს პრობლემა რომ არ იქოქება მანქანა რა სახლამდე მოიყვანეს დაქოქილი იყო ყველაფერი და სახლში ჩაქრა და ეხა აღარ იქოქება ან ბენზონასოსია გაფუჭებული ან რაღაცა ეგეთი არის და რაც მითხეს პირველ რიგში საწვავი ჩაასხიო დავპოსტე ჯგუფებში და პირველ რიგში საწვავი ჩავასხო ეხა გადავალ გავასე ბაქს ცოტა კი ჩავასხით 8 გალონი ჩავასხით და 8 გალონი 1.5 ლიტრი იქნება. უნდა გავავსო ბოლომდე 90 ლიტრის ჩადის და იმედია დაიქოქება. საწვავი ჩავასხი, ადრესატოში შემოვედი ხა რომ ბატარეა ავიღო და ბატარეას რო ვიღებ გადავალ და იმედია დაიქოქება ღმერთო. ეხა ტესტავს. დაიტანა თორე ეს დაიტანებოდა. It's good. That's good. Okay. Thank you very much. You're very welcome. წელი არის 550. ყველაზე მაგრად რაც დამევასა არის. დისკები. ნახოთ რა იმედია დავქოქავთ რა. ამერიკაში რომ მიხვიდე და თხო უბრალოდ გამჭირვალე იქნება თუ სხვა ფერის იქნება აუზი სადაც უნდა ჩაასხა არ ჩაგისხავენ საწვავს რა უეჭველი უნდა იყოს წითელი
თვეში ერთხელ ჩამოვდივარ და როცა ჩამოვედი $30 საწვავის სუმე ყოფ. თან ძალიან შორსაც არ მუშაობ რა. იდეაში რომ დაფიქსდე ახლა საქართველოსთან რო შეხედო მაგარი შორს მუშაობ, იმიტომ რომ 2 კილომეტრზე და 3 კილომეტრზე გასვლა მეზარებოდა ხოლმე მაგრა და მესხუდილებოდა ხოლმე რა. და ახლა არ იქამდე 1.20 მილი 1.35 კილომეტრი იქნება რა. და ახლა 15 კილომეტრზე ვიზახი რომ არ არის ხო ბევრი თქო რა. იმიტომ რომ დაუნთაუნებში არ გიწევს სიარული, თან კიდე ტრაილერზე რომ მივეჩვიე ძალიან ბევრ სიარულს დღეში რა დადიხარ 700-800 მაილს და 700 პლუს მაილს დადიხარ 20-30 მილი აღარაფერი აღარ არის. ახლა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება ეს რომ დაიფიქროს. თქვენ ხო არ გადავ რამდენი ხანი ეცი ვერ ქოქავ და ძლივს დაქოქე. Yes. მოკლედ ეს სტარტერი არის და რაღაც სტარტერი ძალიან ახლად ჩანს და ძალიან რაღაც ახალი არის. და მგონი სტარტერის თუ რაღაც არის გამოწვი სტარტერი მექნება. შევინახავ. ეს ბენზონასოსის პრობლემა მქონდა და ეს ბენზონასოსიც მოყვა და ეს ბენზონასოსიც ძალიან ახალი ჩანს რა. ანუ ახალი ვიძი არის რა. რავი ნახოთ. ეს კიდე სეტკა არის, წინა სეტკა არის. იმედია ამანქანის არის, წინა სეტკა აკლდა. და ძალიან მაგრად გამიხარებათ რომ ამის სეტკა იქნება და დიდი ალბათობით ამის სეტკა არის. პატარა ჩავაჭიროთ, ცოტა გასვებოდო. ეხლა ამას გამოვაყენებ. გავრეცხავ მაგრად შიგნიდან გარედან. ყველაზე მაგრად რისის მეშინოდა იყო რომ მეთქი ვერ დავქოქო, ვერ დაქოქეს, იმიტომ რომ ჩემმა მამიდაშვილაც ვერ დაქოქა, მეორე მამიდაშვილმა. ჩემი ძმაკაცი იყო გადმოსული. თორსად რო არ ქონა ბევრი ვერი ჩალიჩა, ბიზაშვილიც ამოვიდა და იმას აკუმულატორით დახვდა. დამჯდარი. ეხლა რაც თავარია მიხედავ ვიზუალს და დეტეილინგს რა გარედან გავრეცხავ, შიგნიდან ამოზმინავ და გავაკოკოროჭინებ. მაგრამ მაინტერესებს კაი ხმა აქო ძალიან და ნახოთ. იმედია რაღაცების გაკეთება კიდე აღარ დაჭირდება. ცოტას ბოლავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ დაქოქილა და იმედია ბევრი რაღაცები არ ეჭირდება რა. ძალიან ბევრი რაღაცები აქვს გასაკეთებელი. არა, კაი პიპი არის და კაი დისკები აქვს. წავედი მოკლედ ახლა შევაერთებ კომპიუტერს. თუ რამე გავიგე თუ არა და დავალოდები ჩანს მოკაცის გამაკეთებინებს. თუ არა და მანამდე გავრეცხავ რა. ჩავაქრე ისევ და ვერ დაიქოქა რა. იმიტომ რომ წინა ბატარეა ვნახე, მეგონა რომ ძალიან პატარა ბატარეა იქნებოდა CLS-ზე ეგრე მქონდა რა. auxiliary ბატარეა იყო. ძალიან პატარა CLS. ამას ქონია უკან დიდი ბატარეა. ამ ბატარეაზე შევაერთე ჯამპსტარტები და დავქოქე მანქანა. დაიქოქა, მაგრამ ის ჯამპსტარტები მოკვდა და მე ვეღარ დავქოქე. მოკლედ ახლა ამაზე შევაერთეთ. კლემები ერთმანეთს დავადეთ ამაზე და ეს ქრებოდა. დეშბორდი ქრებოდა და კითხულობთ, დავასკანეროთ და დავარესტარტოთ რა. აქამდე ვერ არესტარტებდა, იმიტომ რომ დენი არ ყოფნიდა. შენ რას ფიქრობ? და დაიწყება. მე მგონი რომ უშვალეთ. ვითომ? უკანა ბატარეა გვინდა ახალი. შენ რას ფიქრობ რა? რავი, მე ვფიქრობ რომ მოიხოდება მანქანა და დავქოქავთ. და ეს CLS-ი რომ ყავდა, იმაზე რა სიტყვი და ამაზე რა სიტყვია? მე ვიტყვი რომ ეს ჯობია CLS. ხო, მარგა ხო ჯერ მოსმენელი. არ მაქვს ჯერ. აი ხმას რო გაიგეთ, მე BMW აღარ დაგევასება და Mercedes-ი გადმოხვალ. ნახოთ პირველი ნახოთ. დავქოქეთ, გავანულეთ ჩეკი, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ. და ბოლო ჯამში
გამოცვალეთ ეს ბატარეა, ახალი ბატარეა ჩავდგი და ღირდა $280. ზეთები ვიყიდე, ფილტრი ვიყიდე, ანტიფრიზი ვიყიდე, მაგაში $100 მივეცი, სადაც $400-მდე დამეხარჯა და ეხა ამუშავდა. იქოქება ჩვეულებრივად რამდენიმე 10 ქოქაზე ვცადე და 10 ქოქაზე დაიქოქა. ბატარეის ბრალი იყო უკანა ბატარეის, წინა ბატარეა რომელიც არის კარგად მუშაობდა. ზეთი უნდა შევცვალო, ფილტრი უნდა შევცვალო. ანტიფრიზ ჟიტკოსტის ჩავასხი, ბიჭები მიდიან ხა ნომრებს მოიტანენ, მანქანის ნომრებს და მანქანასაც გავატარებ, სანამ გავაფორმებ რა. ხმა კაი აქვს, მოტორი კარგად მუშაობს და წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს. ეხა შევალწავალ და ესეც გამოცვლი. ცხელია. ეს ფილტრი მოკლედ აღარ ვშენდება, ნაგავში უნდა დავაგდოთ. ჩაკუჩი მოვატოვე, ბაი. აუცილებს მოვაწ. ეხა ზეთი ჩაიწყა რიტოს. ეხა ჩავსო ამ ფილტრს. ზეთ ჩავასხავ, ჩამოიწევს ის იდეაში ძალიან ბევრი რაღაცების არ დაჭირდება რა. ვიზუალურ მხარეში ბევრი რაღაცას უნდა ხელი შევლება და მაგებს ხუჭული ხელ შევვალოთ. ეს ლიკვიმოლი არ ქონდათ და ვიყიდე მობილის. ვასხავთ 5.40. ამაში დავიტოვოთ ერთიც, ის მთლიანად ჩავსხთ. ხო ჩართული ქონდა ეს გავაკეთე, ისაც გავაკეთე. ეხლა მე გადავალ და ამასაც გავარიცხავ მატროს ძრავს შიგნით ყველაფერს ძალიან ჭუჭყიანი არის და ამასაც მოვაყუმარებ. ეს გამოცვლილი ზეთი უნდა წავიღოთ და ჩავაბაროთ, სადაც ვიყიდეთ ზეთი იქ. ნაგავში გადაგდება არ შეიძლება. ისინი გამოიყენებენ, გამოწვავენ და ახალზეც დაამზადებენ. გინახნიათ მეგობრებო, ესეთი ფორდი, გინახნიათ. გავატარე რაღაცეები და ჩაოლებია თუ დადიხარ არაფერი არ ჭის რა და კარგად რო დადგავ გაზ, რაღაცა უტყავს, ცოტას გავორიცხავ. რაღაცას დავამსკავსებ და მაგასაც მივხედავ რა. დღეს არის ორშაბათი 26 მაისია და ესენი მეორე იმეა რომ დასვენების დღეა და დაისვენეო წადიო და მეთქი რა დასვენების დღე დილით ავდექი მეთქი ჩამოვედი მეთქი რომ დამადელივერებინოთ და სადავისვენოთ ხო კაიო დავორეკავთ ჩემბოსო გადიოდა ხეთი გამოდიოდა ანუ ესეთი სუპერვაიზერი არის რომ აი გაწიზგნა მინდა მაგრად რა მაგის საქმე არის გასაკეთებელი მაგის გამოვდექი და მაგის გამო ჩამოვედი და ეხა ეს არ მცდის რა მაგრამ ეხავს აი ძალიან მაგრამ ეხავს უკაშუქის გებროები არის ძალიან ბევრი არ ყვიეს და წესით უნდა დაიწყონ ეხა მალე დაცლა რა სხვა ტრაილერი უნდა მოვიდეს ეს ტრაილერი უნდა წაიყვანოს და არ ვიცი რაღაცები უნდა იჩალიჩონ რა
რაც თავარია დავაყენე და ერთი დოკი იყო, სადაც ადვილად გავაჩერებდი და მეორე დოკი იყო, სადაც ფაქტიურად შეუძლებელი იყო გაჩერება და სიცილით მეუბნება და მოდი დააყენე აქო და განახეთ ახლა სად დავაყენე. ეს აქეთა მხარე. ეს წინა მხარე. ძალიან მაგრად ვიწვალე რა. ერთი სამჩაყენებაზე ძლივს ჩავაყენე და ეს აქეთა მხარე. შეიძლება დიდად ისე არ ჩანს, რომ ძნელად ჩასაყენებელი არის, მაგრამ მის ტრაილერზე მუშაობს მიხვდება, რომ როგორი ძნელი არის, როცა აქეთ მხარეს არავინ არ ყავს, არავინ არ კარნახობს და ვერჯერ მომიწია ჩამოსვლა და შეხედვა რა. ეხლა ამას რომ დავსლი, რაღაც დარტყმები აქვს ჩემ პატარა მანქანას და მინდა რომ გავაკეთო ეგ რამენაირად, რომ კარგად იყოს და კარგად დადიოდეს. ლუიზე კაი არის, კაი ხმა აქვს, ძრავი კარგად მუშაობს. უბრალოდ სიჩქარეებში რთავს, მაშინ აქვს რაღაც ხმა რა და ვერ დავაღამე სიჩქარეებში აქვს ხმა თუ დიდ გასროც ავაძლევ, აი ძალიან დიდი დარტყმა მოდის ძრავიდან რა, ძრავის მხრიდან და ვერ გავიგე რა არის. გავარკვე მაგას რა ჭისრელის შესვლა უნდა, პადმატორნები და რაღაცები მოყვა და იმედია ეგ პადმატორნები იქნება რა შესაძლებელი. პადმატორნებს დიდი თემა არ ჭირდება და ვეცდები რომ გავაკეთო დღეს თუ არა და შემდეგ ჩამოსვლაზე რომ ჩამოვალ, შემდეგ ჩამოსვლაზე გავაკეთე. გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემ ვიდეოს თუ უყურებთ ბოლომდე, გადადით გათამაშების ვიდეოზე და კომენტარით გათამაშების ვიდეოზე სულ რაღაც 2000 გავწერი გვაკლია და გავათამაშე PlayStation 5-ს. დღევანდელი დღე ამით დასრულდა. შეხვდებით სამშაბათს ახალი ვიდეოით და ახალი თავგადასავლებით. კარგად და დროებით.